თან გეჭირებით სასახლეში ვარ. ყველაზე დიდი გამოცდილება რაც მე მიიღია. ალბათ ის რომ ყველას მეგობარი არ უნდა დავიძახა და უფრო მეტი სიფრთხილით უნდა შევარჩიო მეგობრები. და სწორედ ასე ვიქცევი. დაახლოებით 3 წელია. ხოდა სხვანაირად მაქვს ცხოვრების ყველა პრიორიტეტი გადანაწილებული. სხვადასხვა ძალიან კარგია მსგავსი გამოცდილება და გამოცდილებები, იმიტომ რომ სხვანაირად ვითარდებით, ვიზრდებით, დავყალიბდებით. მე პირადად რადიკალურად შევიცვალე ამ გამოცდილებების მერე. ყველაფერი სულ გადავახარისხე. აი, შევიცვალე. ყველანაირად შემოვტრიალდი. ხვდები რომ სხვა ვიყავი და სრულიად სხვა გავხდი, იმიტომ რომ ხვდები რომ ვიყავი სრულიად ჩურჩუტი. ხო და ანუ მეთქი ოკანი რატო ხარ შეცვლელი? და კაია, მივხვდი რა რომ არ უნდა ვიყო. ეგეთი მიამიტი გოგო ხო და ეხლა ბევრი ძლიერი ვარ. ეხლა ძალიანაც მეცინება ხოლმე მაგ პრობლემებზე მართლა მეცინება. იმიტომ რომ გავიდა წლები, გავიდა დრო და ჩემი შვილის იქით. მართლა რაფერი აღარ მანაღულებს. მე როგორ ვუღი რა, ჩემს მას ვუღის იგო, ხო, სხვა დანარჩენი უკვე პატერნი, ასე რომ მე არ ვული, ისინი მივლიან მე. ჩემი საყვარელი საკითხია. ხოლმე ძალიან მარტივად, გადაწყვეტილი მქონდა რომ აუცილებლად უნდა დაენებებინა თავი და საფუძვი და ესეც მოხდა. თელი ზაფხული პამპერსი არც მია. რო ვასწავლეთ უკვე რა როგორ უნდა იქნა, სად უნდა მისულიყო და ასე შემდეგ. აი ესე უპრობლემო დიდი კაცებით იმის მერე მიდის და ჩემი დახმარების გარეშე შვება ყველაფერს. მე პირიქით საფეხურში კარს ესე მიკეტავს ხოლმე. გადიდე და ამიძახე. ეს რა არის ხოლმე ეს ლაპარაკი რასაც ვთქვი. ის გამოჩნდება და ჩანცხამ ზოგადად თვალისთვის. ანალოგიური სტუდიაში ძალიან არასწორი დამოკიდებულება და მდგომა მქონდა. ეგეც გადმოვატრიალე. და შესაძლოა ეხლა სულ სხვანაირად ვუყურებ ჩემს საქმეს, ჩემ პროფესიას, ყველაფერს. და უფრო სერიოზულობით და მოწიწებით ვეპყრობ მოგეთ ჩემს სტუდიას. ყავა და ყავა მე ვარ ყავის ძალიან დიდი მოყვარული და ვიკითხავთ რომ ეს ყავა მიყვარს ყველაზე მეტად. ვერ გეტყვით. საინტერესო იდეა შეხედა. ხოლმე შორს მე და მაგდას სულ გქონდა ხოლმე ათრი კლასები ერთად ხო და რა ვიცი, გავს რაღაცაზე აღარ გილაპარაკე სიმართლე ვიკითხავთ საერთოდ. მაგრამ რაღაც საინტერესო იდეა შეხედა. რას ლაპარაკობთ? მაგით ვიტენები მე ჩვეულებრივად. ბევრი მოგზაურობა მინდა. პირველი მოგზაურობა უკვე ძალიან მალე იქნება. ერთი სული მაქვს. და მეორეც მალე მიყვება მერე მაგას. მერე მესამე მეოთხე. თავი ბევრი იყოს. თავიდან მაგაზე კიდევ ვერ ვსაუბრებ, იმიტომ რომ გუშინ მე და თან ზუსტად მაგ თემაზე სრული ინფორმაცია. ყველაფერი რეალურად ანუ ეს ოპერაცია ძალიან ცუდად ჟღერს, რეალურად გაუკეთა კბილის დაბჟენა, უბრალოდ გაუკეთა ნარკოზი, რადგან არის პაჭუა და ფიზიკურად არ გაჩერდებოდა ექიმთან. ცხოვრებაში მქონია უამრავი ძალიან მაგარი ბედნიერი მომენტი და ესე მართლა ვერ გამოვარჩევ. როგორც პირადი, ასევე კარიერული, მოკლედ ანუ ერთმანეთში ვერავურებ რა. ყველა ძალიან მაგარი მომენტია. აი თითოეული დემიანის კოცნა ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. სხვადასხვა ძალიან ბევრი სერიალი მიყვარს, მაგრამ ჩემი ძალიან ცუდი ჩვევა არის ის, რომ მიყვარს ერთ და იგივე ფილმების და სერიალების ბევრჯერ ყურება, რაც ვიცი რომ ძალიან ცუდია. მაგრამ არა უშავს. აი ახლა ყავა ხომ მოვიმარაგე, ასე უნამუსოდ და გემშვიდობებით ცოტა ხანი და ჩავრთა ვამპირის დღეურებს. როგორ მიხარია ჩემო სიცოცხლე, გელოდებით დიდი სიყვარულით. ძალიან მეზარება ხოლმე მსგავსი ბლოგების გადაღება, მაგრამ რასაც ვიღებდი ხოლმე სულ TikTok-ს ავდებდი. რაღაც Instagram-ს არ უხდება თუ რაღაც ეგეთი, ხო და ვეცდები გადავიყო ხოლმე და აგიტვირთავ TikTok-ს და მე რაღაც ლინკს დაგირთავთ ხოლმე რომ უკვე გადახვიდეთ და იქ უყუროთ მთლიან დღეს. Yes, და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს კი მზადებთ, მაგრამ ხო იცით მე არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, ასე რომ შედეგებს ნახავთ პირდაპირ. გითხრათ, მოკლედ, ჩემ დავში დავიჭირე ესეთი რამ, ვარ ძალიან კეთილი. საერთოდ არ მაქვს სიფოროტე გულში და ანუ ერთი რაღაც ფაქტი იყო, რამაც ეს დამარწმუნა ძალიან კარგად, ხო და
იმის მიხედავად რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემგან ძალიან ცუდ მოქცევასაც იმსახურებდა, ну საერთოდ არა, პირიქით წარმატებას უსურვებ ყველას თავის ცხოვრება და თავისი გზა აქვს. უბრალოდ დროა რომ მოინელოთ ანიჯავახი და დაანებოთ თავი ერთხელ სომდან. შემეშვით რა დავაშავე მოკლედ. ანუ აი სელენა გომეზის და ჰეილი ბიბერის დრამა თუ რაღაცა ეგეთი. ოკეი, ძალიან კარგი პერიოდი იყო, მაგრამ უკეთესი მოდის. რა თქმა უნდა, შარშახო გქონდა უკვე ძალიან cool solo კონცერტი ხო და წელს იმაზე 10 ჯერ მაგარი უნდა იყოს. ერთსულად.